ნიუ-იორკის არტ ექსპოზე მიიღებს მონაწილეობას მის შესახებ დღეს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა ალექსანდრე მარგიშვილმა პროექტის ორგანიზატორებთან და მონაწილეებთან ერთად პრესკონფერენციაზე განაცხადა. ნიუ-იორკის არტ ექსპო მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე დიდ სახელოვნებო ბაზარს წარმოადგენს, რომელიც უკვე 40 წელია იმართება 500-ზე მეტ გალერეასა და 150 მუზეუმს შორის. საქართველოს თავისი კულტურის ნაწილს წელს პირველად წარადგენს. ვაგრძელებთ იმ საინტერესო ტრადიციას, რაც ბოლო 1 წლის განმავლობაში თანდათანობით დაინერგა ქართული კულტურის პოპულარიზაციის კუთხით მსოფლიო ასპარეზზე და სამომავლოდ ვფიქრობთ, რომ ეს მიმართულება კიდევ უფრო გაღრმავდება და არა მხოლოდ ვიზუალურ ხელოვნებას, არამედ მთლიანობაში ქართულ თანამედროვე ხელოვნებას და ასევე ჩვენს კლასიკას მოიცავს. არის ერთი რომ ექსპოზე მიიღო მონაწილეობა და შემდეგ ის რომ ამ ექსპოს რა ექნება შედეგი. ეს შედეგიანი იქნება იქიდან გამომდინარე რომ გარდა აი ამ PR ჯგუფის შეხვედრის აქ მონაწილეობს 500-მდე გალერეა, 150 მუზეუმი და მოგეხსენებათ მათი სამუშაო ეს არის რომ ინტერესი გამოთქვან განსაკუთრებით იმ მხატვრობის მიმართ, რომელიც ჯერ არ ყოფილა ასეთ